Я сидел вот здесь. მე აქ ვიჭიქი, აფგანი მეორე მხარის. საღამოს 7 საათზე დავიშალეთ. მე ვინებოდა მოწყენილები ვართ. რაღაც აღარ გვითვალთვალებენ. Почему говорят, что наблюдателей нету? ეს არის ის რესტორანი კოლმეურნეობის მოედანთან, სადაც ავგან მუხტარლი ბოლო ჯერ ნახეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 29 მაისს ქალაქის ცენტრში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ისინი საღამოს 7 საათზე დაიშალნენ. ის სახლში წასვლას აპირებდა. მეგობრები ტრანსპორტს გზის სხვადასხვა მხარეს ელოდნენ. ამიტომ დაშგინ აღალარლიმ ვეღარ შენიშნა, როგორ გაუჩინარდა მისი თანამემამულე. Дождь идет. მოგვიანებით გაწვიმდა კიდეც. ამიტომ კარგი ხილვადობა არ იყო, თუმცა საეჭვო არაფერი შემემჩნევია. მეუღლემ დაურეკა სახლში პური უნდა წაეღო. ჩემი სამარშრუტო ტაქსი მალევე მოვიდა. ის კი როგორ გაიტაცეს არ ვიცი. მოგვიანებით გავიგეთ, რომ მეორე დილით ბაქოში იყო. როგორც იქაურ ადვოკატს მოუყვა 3 ქართულად მოსაუბრე. კუნთმაგარი პირი დაესხა თავს და გაიტაცეს. თავზე ტომარა ჩამოაცვეს. პირის კოჩი დაუკრეს. გზაში ცუდად რომ გახდა, დიაბეტი აქვს. ტომარა მაისორით შეუცვალეს. ოდნავ უკეთესად რომ ესუდგა. მას ნეკნები თავი და ცხვირი აქვს გატეხილი. აფგანი ბაქოში კორუფციულ ტენდერებს და ოფშორებში განთავსებულ ალიევის ქონების შესახებ გამოძიებას აწარმოებდა. ამიტომ წამოვიდა საქართველოში და მეუღლეს და შვილთან ერთად ცხოვრობდა. არ მეგონა თუ საქართველოში ეს მოხდებოდა. დაშგინ აღალარლი ამბობს, რომ მათ ძდევდნენ და მუდმივად უთვალთვალებდნენ. ერთ-ერთი მეთვალყურე მან დღეს ჩვენი ინტერვიუს ჩაწერის დროსაც ამოიცნო. ახალგაზრდა წვერიანი მამაკაცი, რომელსაც ლეპტოპი ჰქონდა გაშლილი, შორი ახლოს იჯდა და თვალყურს გვადევნებდა. როდესაც მიუახლოვდით, ის წამოდგა და თვალს მიეფარა. დღეს არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაცია, ისე როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის გარეთ, რომელსაც განცხადება არ გაეკეთებინოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გატაცებისა და ბაქოში გასამართლების შესახებ. ამავე პროცესს თვალყურს ადევნებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. განცხადება გააკეთა ამერიკის ელჩმა. იანკელი ამბობს, რომ ის დააკვირდება პროცესს და ელოდება ინფორმაციას ქართველი სამართალდამცავებისაგან. სერიოზული ბრალდებებია, ძალიან შეშფოთებული ვარ ამ ბრალდებების გამო და ვფიქრობ, ყველა ქართველი ასეა. ამიტომ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმეს და ველით მეტ ინფორმაციას მთავრობის მხრიდან. გვესმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს გარემოებებს, მაგრამ ბრალდებები შემაშფოთებელია. ასე რომ გვჭირდება მეტი ინფორმაციის მიღება. ავგან მუხტარლის დაკავების შესახებ განცხადება გააკეთა ბელგიაში მცხოვრებმა, კიდევ ერთმა დევნილმა აზერბაიჯანელმა. ის ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველია, როგორ მოხდა ქალაქის ცენტრში მსგავსი ტიპის გატაცება. თუ კი ამაში აზერბაიჯანული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, მაშინ ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა, ხოლო თუ კი მასში